საქართველოს მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება. გლობალური საფინანსო ინსტიტუტის მისია თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში იმყოფებოდა და ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ყველა პასუხისმგებელი უწყებისგან მიიღო. უმუშევრობის დაბალი დონე, სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი, პროგრესი ფისკალური რისკების მართვის პროცესში, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ეროვნული ბანკის ფრთხილი პოლიტიკა. ამ და სხვა პარამეტრებზე დაყრდნობით ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოწვევებს შორის ინფლაცია სახელდება, ასევე დაძაბული ურთიერთობა ევროკავშირთან, რაც მისიის შეფასებით შესაძლოა უცხოურ ინვესტიციებზე უარყოფითად დაისახოს. თუმცა იქვე ნახსენებია რამდენიმე მილიარდიანი არაბული ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელ ფაქტორად არის განხილული. რაც ნიშნავს საქართველოსთვის გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტის დადებითი შეფასებები. შალვა სუმბაძე ამბობთ. როცა რეგიონში ომია, მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკის მთავარი კაპიტალია. ინვესტიციები ამ კაპიტალს ზრდის. გლობალური გაურკვევლობის ფონზე კი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებამდე ინვესტორები ციფრების გარდა იმ ორგანიზაციებს ენდობიან, რომლებიც 10 წლეულებია ფინანსურ სფეროში განვითარების მთავარ ინდიკატორებს განსაზღვრავენ. საქართველოს შემთხვევაში ამ სანდოობის შექმნის ერთ-ერთი ახალი წინაპირობა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შექმნა, რომელიც 10-16 დეკემბერს ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოში მისიით იმყოფებოდა და ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები, ასევე რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი შეაფასა. საქართველოს მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს 2025 წელს რეალური მშპ-ს 7.3%-იან ზრდასველით. ზრდის ეს ტემპი ოდნავ ჩამოუვარდება 2024 წლის მაჩვენებელს, ხოლო ისტორიულ ჭრილში კვლავ მაღალია. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და განათლების სექტორები, რომელთა ზრდა პანდემიის შემდგომ და უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან აჩქარდა. სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13.3%-მდე შეამცირა, თუმცა უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება. მისასალმებელია ხელისუფლების განზრახვა განახორციელოს სახელმწიფო საწარმოების ყოვლის მომცველი რეფორმა. ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნოემბერში სარეკორდო 5 მილიარდ 800 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, წინა წლის 4 მილიარდ 100 მილიონი დოლარიდან, რაც სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის საზომის 100% შეადგენს. ფისკალური პოლიტიკა კვლავ მოწესრიგებულია. 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ მშპ-ს 2.5%-ზე ნაკლები იქნება, რაც განპირობებულია ძლიერი შემოსავლები და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენით. 2026 წლის აპრილში 500 მილიონი აშშ დოლარიანი ევროობლიგაციების უპრობლემოდ გადაფინანსებას ველით არსებულ საბაზრო პირობებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორობის წარმომადგენლებს. ეკონომიკური გუნდის ცნობით, მსგავსი რეპუტაბელური ორგანიზაციების დადებითი შეფასება ადასტურებს ქვეყნის სწორ პოლიტიკასა და მისწრაფებებს. მისიის ფარგლებში შეჯამდა 2025 წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები. კიდევ ერთხელ განვიხილეთ 2026 წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პარამეტრები. ხაზი გაესვა ეკონომიკის დის მაღალ დონეს, ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, როგორიცაა დაბალი დეფიციტი და დაბალი ვალის მაჩვენებელი და ზოგადად მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას. დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკა და ფრთხილი მიდგომა. ფონდის მისიის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა შეინარჩუნა, შედეგად მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ინფლაცია დროებითი ფაქტორებით არის გამოწვეული და საბაზო ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე და ფუნდამენტური ინფლაციური წნეხის არარსებობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, სავალუტო ფონდის მიერ დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დინამიკა, ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდილი საერთაშორისო რეზერვი, რომელიც ნოემბრის მდგომარეობით 5.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 100%-ით შეესაბამება ფონდის მიერ დადგენილი რეზერვების ადეკვატურობის საზომს.
შექმნილ სურათს უფრო ფართო ჭრილში ხედავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ესკალაციის მცდელობებს, ეკონომიკურ პერსპექტივებსაც უკავშირებს და ამბობს, რომ გარეძალები კონკრეტული ინსტიტუტების კონსტიტუციური წესრიგიდან გაყვანას ცდილობდნენ. ირაკლი კობახიძისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცემული დადებითი შეფასებები პასუხია კითხვაზე, რატომ იწვევდა აჟიოტაჟს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევა და რატომ უშლიდა ხელს პროცესს აქტიურად ოპოზიცია. პირდაპირ ითხოვდნენ, გახსოვთ როგორი მოთხოვნები იყო 1000 ინსტიტუტი ჩართეს ამ ყველაფერში, მაგრამ ეს ხო პირველ რიგში ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა გვიგრძელავდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას. ერთადერთი რისთვისაც გვჭირდება რომ კონსტიტუციური წესრიგიდან არ გავიდეს ეროვნული ბანკი არის რა, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები იყოს დაცული. კურსი მყარად შენარჩუნდეს, საბანკო სისტემაში იყოს რაღაც კონკრეტული წესები, დამკვიდრებული ივსებოდეს სავალუტო რეზერვები, რაც უზრუნველყოფილია. უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის და მოქმედი საბჭოს პირობებში. და ისინი წარმოიდგინეთ, ითხოვდნენ, რომ ასეთი საბჭო კი არ უნდა ყოფილიყო და ასეთი პრეზიდენტი. მაგალითად, ქადაგიძისნაირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, რომლის პირობებშიც ლარის კურსს რა დაემართა, ძალიან კარგად გახსოვთ და რეზერვები სად იყო, ესე ძალიან კარგად ახსოვს ყველას, ხო? როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს ასეთ რამეს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი. გავანებოთ თავი იგივე სასამართლოს ცესკოს და ეს შემდეგ, ხო, ის კიდე ცალკე საკითხია, რას ნიშნავს ცესკოს ჩაბარება ოპოზიციისთვის, რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამ ყველაფერს, ალბათ ყველასთვის სრულიად ცხადია, ხო? ეროვნული ბანკის გადაცემაც რო გინდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის, რადიკალური ოპოზიციისთვის, იქ ხო ჩანს, რომ შენ არ გამოძრავებს კეთილი ზრახვები? საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ არის ერთადერთი გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს პროგრესს დადებითად აფასებს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს აზიის განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკს და EBRD-საც.